საქართველოსთვის თებერვლის თვე განსაკუთრებით მძიმეა, ზუსტად 104 წლის წინ 1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელი არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ და ამით დაიწყო ქვეყნის გასაბჭოების პროცესი. წითელ არმიელთა რაზმს დაუპირისპირა საქართველოს იმდროინდელმა დემოკრატიულმა მთავრობამ დაუპირისპირა 40,000 კაციანი ჯარი, რომელთა მხარ და მხარ იბრძოდნენ მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რიგითი მოქალაქეებიც, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამშობლოს დაცვა, გასაბჭოებისგან და სამშობლოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა. მათ მხარ და მხარ ასევე იბრძოდნენ სამხედრო სასწავლებლის კურსანტები, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს შეტაკებებისას. წითელ არმიელების პირისპირ აღმოჩნდნენ იუნკერები, 510 იუნკერი იბრძოდა ჯამში საბჭოთა რაზმის წინააღმდეგ, რომელთა დიდი ნაწილი დაიღუპა ბრძოლის ველზე. სისხლის ზღვის მიუხედავად და შემართების მიუხედავად, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისევე ჯარის ნაწილების თბილისის აღება წითელმა არმია საბოლოოდ 1921 წლის 25 თებერვალს მაინც შეძლო და საბჭოთა დროშა აღიმართა დედაქალაქზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები გაგრძელდა 17 მარტამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ნათელი იყო, რომ დედაქალაქის აღებით ქვეყნის გასაბჭოების პროცესი იყო ფაქტობრივად გარდაუვალი. მოგვიანებით უკვე 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა საბჭოთა რეპრესიები და ეს გამოიხატებოდა მათ შორის მოქალაქეების აგენტებად გამოცხადების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების გადასახლებით, დახვრეტით, მასშტაბური რეპრესიებით, პოლიტიკური აკრძალვებით და დღეს 104 წლის შემდეგ საბჭოთა ოკუპაციის დღიდან მოქალაქეები კვლავ იხსენებენ ამ დღეს დაღუპულ მოქალაქეებს და კვლავ საუბრობენ იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რაც არსებობს საქართველოს დამოუკიდებლობის ნაწილში, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ნაწილში და კვლავ მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში მთავარი შემოფერხებელი ფაქტორი სწორედ რუსეთის ფედერაცია და კრემლის უცვლელი იმპერიალისტური პოლიტიკა.